საქართველოს კავკასიაში მდგრადი ენერგეტიკის ფორუმს მასპინძლობს, სადაც ქვეყნები CO2-ის გარემოში გამოფრქვევის შემცირების გზებზე საუბრობენ და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. ფორუმის მიზანი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის აღმოსავლეთ და სამხრეთ კავკასიის ქალაქების გაერთიანებაა, რომლებმაც ხელი მერების შეთანხმებას მოაწერეს. მერების შეთანხმება 4700 ქალაქის მიერ აღებული ვალდებულებაა, რომლის მიხედვითაც მათ გარემოში CO2-ის გამოყოფის შემცირების სტრატეგია უნდა შეიმუშაონ. ცვლილება ეს არის გლობალური პრობლემა, ყველასთვის ცნობილია. ცხადია, საქართველო არ არის კლიმატის ცვლილების გამომწვევი ქვეყანა, მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, თუმცა ის შედეგები, რომელიც დადგა კლიმატის ცვლილების პროცესთან ერთად, ჩვენ აშკარად ვართ ამისი გარკვეული მსხვერპლიც. თბილისის შემთხვევაში ძირითადად საუბარი იქნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, ახალი გზების, გვირავების, ესტაკადების მშენებლობაზე, სატრანსპორტო მართვის ერთიანი ცენტრის შექმნაზე, მუნიციპალური ავტოპარკის განახლებაზე, მიკროავტობუსების, ასევე ავტობუსების განახლებაზე, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყება, რაც ერთიანობაში გვაძლევს ენერგოეფექტურობას და CO2-ის ნაკლებ გამოფრქვევას.